ოდესმე გიფიქრია, როგორ ჩამოყალიბდა კალენების ოჯახი. კარგი, ამ ვიდეოში ვნახავთ რა ისტორია აქვს თითოეულ წევს და როგორ გახდნენ ისინი ვამპირები. ნახავთ უკვდავი ექიმიდან, რომელმაც ყველაფერი დაიწყო მომავლის ხედვების მქონე მოდის მოყვარულამდე. მოემზადე რომ გაიგოს საიდუმლოებები, ტრაგედიები და რომანები, რომლებმაც კალენები უბრალო ვამპირებზე მეტად აქცია. კარლაილ კალენი დაიბადა ლონდონში 1640 წელს. ის ანგლიკანური მღვდლის შვილი იყო. დედამისი მისი დაბადებისას გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ის ყოველთვის ვამპირი არ ყოფილა. ის ჩვეულებრივ ბავშვად გაიზარდა იმ ეპოქაში. სხვათა შორის ის დრო საკმაოდ ქაოტური იყო. ინგლისის რევოლუცია მოხდა, რომელმაც ბევრი პოლიტიკური და სოციალური რამ შეცვალა. იმ დროს ბევრი რევოლუცია და რწმენების განსხვავება იყო. კარლაილის მამა ხელმძღვანელობდა საძიებო და სანადირო ჯგუფს, რომელიც მგელკაცებზე, ჯადოქრებსა და ვამპირებზე ნადირობდა. თუმცა ხშირად უდანაშაულო ადამიანებსაც ხოცავდნენ. დროის გასვლასთან ერთად, როცა მამამისი ბერდებოდა, კარლაილმა გადაიბარა მისი ადგილი და დაამტკიცა, რომ მამაზე უფრო ჭკვიანი იყო. კარლაილი. მან შეძლო ეპოვა, ასე ვთქვათ, ვამპირების ბუდე, რომლებიც ლონდონის კანალიზაციაში იმალებოდნენ. მაგრამ ეს სანადირო ოპერაცია ცუდად დასრულდა. მათ ორი მისი თანამგზავრი მოკლეს. ამ პროცესში მიუხედავად იმისა, რომ ვამპირი მოკლეს, კარლაილი დაკბინეს და ის მთლიანად დაიცალა სისხლისგან. ამიტომ მას ძალიან ეშინოდა, რომ გადაიქცეოდა იმად, რასაც მისი მამა ასე სძულდა. ამიტომ 3 გრძელი დღის განმავლობაში ის იმამალებოდა სარდაფში, სანამ მისი მტკივნეული გარდაქმნა გაგრძელდა. გარდაქმნის შემდეგ მან ბევრჯერ სცადა თავის მოკლა. კარლაილი ბევრ მაღალ ადგილას გადახდა. მან გადაწყვიტა შიმშილითაც მომკვდარიყო და ასევე სურდა ზღვაში დახრჯობა. როდესაც დაინახა, რომ ვერ კვდებოდა, შიმშილ იმდენად ძლიერი იყო, რომ ვეღარ იდანდა. მაგრამ ის უარს ამბობდა ადამიანის სისხლის დალევაზე. ამიტომ, როდესაც ტყეში იყო, მოკლა ირემი და მიხვდა, რომ შეეძლო დაელია ცხოველის სისხლი ადამიანის სისხლის ნაცვლად. მან დაიწყო სწავლა სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2 საუკუნის განმავლობაში სწავლობდა ადამიანობასა და მედიცინას, განივითარა იმუნიტეტი ადამიანის სისხლის დალევის მიმართ და ექიმი გახდა. იტალიაში სწავლის დროს გაიცნო ვულტურის კლანი, რომელთანაც რამდენიმე საუკუნე იცხოვრა. შემდეგ გადაწყვიტა თავისი გზა აერჩია, რადგან ვულტურები ამას თხოვდნენ. ადამიანის სისხლის დალევა. რადგან ეს ვამპირებისთვის ბუნებრივი იყო, მაშინ როცა ის ცდილობდა დაერთმუნებინა ისინი, რომ ცხოველების სისხლით გამოეკვებათ თავი. ამიტომ წავიდა ნიუ-იორკში, სადაც ექიმად მუშაობდა. მან გაიცნო ედვარდი, ესპანური გრიპით სიკვდილის პირას მყოფი. და ესმე, რომელიც მომავალში მისი ცოლი გახდა, ესმეების ოჯახის გზას გაჰყვა. კარლაილის ცოლი 1985 წელს დაიბადა. როცა მხოლოდ 16 წლის იყო, ხიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. და ვინ იყო ექიმი, რომელმაც მას დახმარება გაუწია? ზუსტად, თვითონ კარლაილ კალენი, რომელიც იმ დროს უბრალოდ სიმპათიური ექიმი იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. ამ რომანტიკული შეხვედრის შემდეგ მალევე კარლაილი გადავიდა, ხოლო ესმე ოჰაიოში დარჩარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გეგმა იყო დასავლეთში წასვლა, რათა მასწავლებელი გამხდარიყო, მისმა მშობლებმა უთხრეს, რომ იქ დარჩენილიყო და დაქორწინებულიყო. მშობლების სურვილების დასაკმაყოფილებლად 22 წლის ასაკში ის დაქორწინდა ჩარლზ ევანსონზე, იმ იმედით, რომ დედა ბედნიერი იქნებოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის კაცი პირველი ხარისხის მოძალადე იყო. ის მას ცუდად ექცეოდა, სცემდა და როცა მან იჩივლა, მისმა მშობლებმა უთხრეს, რომ უნდა მოქცეულიყო როგორც კარგი ცოლი. როცა მან გაიგო, რომ ორსულად იყო, გადაწყვიტა ჩრდილოეთში გაქცეულიყო თავისი ოჯახის შორეულ ბიძაშვილთან ერთად. 1921 წელს მისი ბავშვი დაიბადა, მაგრამ სამწუხაროდ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ეს ძალიან დაამძიმა. ცხოვრებას აზრი ვეღარ უპოვა, ამიტომ სცადა სიცოცხლის მოსწრაფება და კლდიდან გადახდა. გადარჩა, მაგრამ რამდენიმე ძვალი ჰქონდა მოტეხილი. მკვდრად მიიჩნიეს და მორგში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გული ჯერ კიდევ ცემდა. საბედნიეროდ ყველაფერი სევდიანი არ იყო. ზუსტად იმ ადგილზე ექიმი კალენი მუშაობდა და მან ის იცნო. მან მასში ის მხიარული და ლამაზი ახალგაზრდა დაინახა, რომელსაც 10 წლის წინ მკურნალობდა. კარლაილმა გადაწყვიტა ვამპირად ექცია, რადგან ის კვდებოდა. ესმე და კარლაილი დაქორწინდნენ და კალენების მშობლები გახდნენ.
კალენების ოჯახის პირველი შვილად აყვანილი ედვარდია ვამპირი, რომელიც ნამდვილი გულისყრობელია. ის დაიბადა 1901 წლის 20 ივნისს ჩიკაგოში, სახელად ედვარდ ენტონი მეისონი. ზუსტად ასეა. მანამდე სანამ ფორკსი საიდუმლო ბიჭი გახდებოდა, ის ჩვეულებრივი მოზარდი იყო. ის ცნობილი იურისტების შვილი იყო. როცა ედვარდი 17 წლის იყო, მას სურდა ჯარში გაწევრიანება და სურდა სამხედრო გამხდარიყო. მას ჰქონდა პატრიოტული და თავგადასავლების მოყვარული სული, მაგრამ ცხოვრებას მისთვის სხვა გეგმები ჰქონდა. 1918 წელს ესპანური გრიპი გავრცელდა, რომელმაც სამწუხაროდ მისი მშობლები იმსხვერპლა. მაგრამ ედვარდის დედა ელიზაბეთ მეისონი სიკვდილის პირას მყოფი ექიმ კალენს თხოვს, რომ მისი შვილი გადაარჩინოს. და სწორედ აქ არის ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი. და საქმე იმაშია, რომ კარლაილი ეჯობს, ელიზაბეთმა იცოდა, რომ ის ვამპირი იყო და შეეძლო ედვარდის გადარჩენა. და სწორედ ამიტომ უთხრა მას, რომ ყველაფერი გაეკეთებინა, რაც შეეძლო თავისი შვილის გადასარჩენად. რადგან მას შეეძლო მისი გადარჩენა არა ტრადიციული მედიცინით, არამედ მის მსგავსად ვამპირად გადაქცევით. ასე გადაარჩინა კარლაილმა ედვარდი, ვამპირად გადაქცევით და ის გახდა კალენების ოჯახის პირველი შვილობილი ედვარდი, ვამპირად გადაქცევის შემდეგ. გარდა იმისა, რომ მისი გრძნობები და ფიზიკური უნარები გაძლიერდა, მან ვამპირებს შორის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი უნარიც განივითარა. შეუძლია სხვების აზრების წაკითხვა? თავდაპირველად ედვარდი კარლაილის ცხოველების სიების სისხლის დიეტას ვერ იტანდა. ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი გზა აერჩია, გარდაქმნიდან 10 წლის შემდეგ. კარლაილი, როგორც კარგი მამა, ეუბნება, რომ გააკეთოს რაც უნდა, მაგრამ თუ ოდესმე დაბრუნება მოუნდება, იქ დახვდება. ედვარდი მიდის, მაგრამ არა ტურიზმისთვის, არამედ ადამიანებზე სანადიროდ. მას ღმერთის კომპლექსი უჩნდება და თავად წვეთს, ვინ იმსახურებს სიცოცხლეს და ვინ სიკვდილს. დროის გასვლასთან ერთად ის ხვდება, რომ არ უნდა იყოს მონსტრი და ბრუნდება კარლაილთან, რომელიც მას გულღიად იღებს. ედვარდი ეჩვევა ცხოველის სისხლის დიეტას და ბრუნდება კლანში. ედვარდს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მთელ ოჯახთან, გარდა როზალისა, მისი პირველი ნაშვილები დის. ედვარდს არ მოსწონს მისი ხასიათი, მას ზედაპირულად, ამპარტავნულად და ზედმეტად თავის სილამაზეზე ორიენტირებულად თვლის. როზალი კი თავის მხრივ სურდა, რომ ედვარდს შეემჩნია, მაგრამ ის საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. კარლაილს უნდოდა, რომ ედვარდს ეგძნო ის, რასაც თვითონ გძნობს, ესმის მიმართ, მაგრამ მათ შორის ქიმია ან რაიმე კავშირი არ არსებობდა. და თითქმის 100 წლის შემდეგ ედვარდი ბელა სვანს იცნობს. და დანარჩენი ისაა, რასაც ფილმებში ვხედავთ. ეხლა ელისთან გადავიდეთ. ის დაიბადა როგორც მერი ელის ბრენდონი 1901 წელს ბილოქსიში, მისისიპიში. ბავშვობიდანვე მას ჰქონდა ძალიან განსაკუთრებული ნიჭი. ის ოცნებობდა ისეთ რაღაცებზე, რაც შემდეგ მართლაც ხდებოდა. ასეა, ელის მომავლის ხილვები ჰქონდა. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ეთქვათ, ვაუ, რა მაგია, რა ნიჭია ამ გოგოსი, მისმა ოჯახმა იფიქრა, რომ გაგიჟდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგზავნეს. სანამ ამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იყო, იქ შეხვდა მოხუც ვამპირს, რომელიც იქ მუშაობდა. ასევე შეხვდა ჯეიმს, რომელიც ვამპირი მონადირია და მისი სისხლის სუნით იყო შეპყრობილი. ვამპირის საავადმყოფოდან. საფრთხის დანახვისას მან გადაწყვიტა ელისი ვამპირად ექცია, როცა ის 19 წლის იყო, რათა ჯეიმს მისი მოკლა ვერ შეძლებოდა. მაგრამ შემდეგ ჯეიმსმა მოკლა ვამპირი, რომელმაც ელისი გადაარჩინა. ფილმებში ის უფრო მეც იგებს იმის შესახებ, ვინ იყო წინა ცხოვრებაში და თავისი ცნობის მოყვარეობის წყალობით იწყებს წარსულის გამოკვლევას. ახალ მთვარეში ის აღმოაჩენს, რომ ყავდა და სახელად სინთია და რომ მისი დისშვილი ჯერ კიდევ ბილოქსიში ცხოვრობს. მან საფლავის ქვაც იპოვა და საფლავის ქვაზე არსებული სიკვდილის თარიღი ემთხვევა იმ დღეს, როდესაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. ესე იგი, ოფიციალურად ელისი იმ დღეს გარდაიცვალა, როცა მას მომავლის ხილვის გამო ჩაკეტეს. მაგრამ ყველაფერი ტრაგედია არ არის ელისისთვის. რამდენიმე დღის შემდეგ მან შენიშნა ბიჭი, რომელიც სრულიად დაკარგულად და უიმედოდ გამოიყურებოდა, რადგან სინამდვილეში ელისი იყო მისი იმედი. და რა თქმა უნდა, ჩვენ ჯასპერზე ვსაუბრობთ. 1948 წელს ისინი ფილადელფიაში ერთ კაფეში წვიმიან დღეს შეხვდნენ ერთმანეთს. ელისი მას ელოდებოდა და უთხრა: "იცოდი რომ მოხვიდოდი." და 1950 წელს ისინი კალენებს შეუერთდნენ. ჯასპერი დაიბადა ჰიუსტონში, ტეხასში 1853 წელს.
ბიჭი სამხედრო სულით, რომელიც თითქმის 17 წლის ასაკში ამბობდა, რომ 20 წლის იყო, რათა კონფედერაციის არმიას შეუერთებოდა და მან ეს შეძლო. ის ძალიან სწრაფად დაწინაურდა არმიაში, სანამ სამხრეთის არმიის ყველაზე ახალგაზრდა მაიორი გახდა. მაგრამ 1863 წელს გალვესტონის ევაკუაციის დროს მისმა ცხოვრებამ სისხლიანი შემოbrunება მიიღო. ვამპირის სახელად მარია ის ეძებდა ძლიერ ადამიანს, რომელიც მის გვერდით იბრძოლებდა. როდესაც მარიამ აღმოაჩინა, რომ ჯასპერს შეეძლო მის გარშემო მყოფი ადამიანების ემოციების კონტროლი, ჯასპერი ახალგაზრდა ვამპირების მწვრთნელი გახდა. და ასევე ის კლავდა მათ, ვინც არ იყო გამოსადეგი. ის თითქმის 1 საუკუნე იყო ამ ძალადობის ციკლში, სანამ მისმა ძველმა კოლეგამ სახელად პიტერმა დაარწმუნა, რომ იქიდან გაქცეულიყო. რამდენიმე ხანს პიტერთან და კიდევ ერთ მეგობართან შარლოტასთან ერთად დაეხეტებოდა, სანამ არ გამოჩნდა ის, ვინც მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული გახდა. სწორედ ელის კალენი. მან ერთ-ერთ თავის ხილვაში დაინახა იგი და იცოდა, რომ ის მისი პარტნიორი იყო. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, შეუყვარდათ და ერთად მივიდნენ კალენებთან 1950 წელს. მას შემდეგ ჯასპერი ალისთან ერთადაა და მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ებრძვის ადამიანის სისხლის წყურვილს, ალისი მისი ემოციური ბალური ბალანსია. ოჯახის კიდევ ერთი წევრი, რომელზეც ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ის ყველაზე ახალი წევრია, ემეტ კალენია. ის 1915 წელს დაიბადა ტენესიში და 20 წლის ასაკში 1925 წელს მთებში სანადიროდ წავიდა და აქამდე ყველაფერი კარგად იყო. სანამ მასზე გიგანტური დათვი არ დაესხა თავს, რომელმაც სიკვდილის ზღვარზე მიიყვანა. მაგრამ საბედნიეროდ მას როზალი ჰეილი შეხვდა, რომელიც საინტერესოა იმ ადგილას იმყოფებოდა. მან პრინცესა სავით აიყვანა და პირდაპირ კარლაილ კალენთან მიიყვანა, სასწაულების ექიმთან. ამისთვის რომ გადაერჩინათ, საუკეთესო ვარიანტი იყო მისი ვამპირად გადაქცევა და ემეტის თქმით ეს გამოცდილება იყო თითქოს ღმერთი საანგელოს გადაერჩინა. იმ მომენტიდან ის ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ წევრად იქცა. როზალი დაიბადა 1915 წლის 10 ოქტომბერს როჩესტერში, ნიუ-იორკში, საშუალოზე მაღალი კლასის ოჯახში. მისი მამა ბანკში მუშაობდა, დედა კი დიასახლისი იყო და მათი შემოსავლების წყალობით ისინი დიდ ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. როზალის თქმით დიდი დეპრესია მხოლოდ ჭორი იყო. ის ძალიან ლამაზი იყო და მოსწონდა როცა აქებდნენ. მაგრამ ერთ დღეს როზალის დედამ მას დაავალა, რომ მამისთვის სამსახურში სადილი მეედილი მიეტანა. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დიდარი ახალგაზრდა მასზე ყურადღება მიექცია. როის კინგი 2 და რა თქმა უნდა ეს იდეალურად იმუშავა, რადგან როისი როზალის სილამაზით სრულიად მოიხიბლა. ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს ეს გოგონა ზღაპარში ცხოვრობდა. მაგრამ ეს ურთიერთობა ძალიან ზედაპირული იყო, უფრო მეტად თასს გავდა ვიდრე ურთიერთობას და ის ამას ფუფუნების ცხოვრებაში გასავლელ ბილეთად აღიქვამდა. 1933 წლის აპრილში, როდესაც როზალი თავის საუკეთესო მეგობარ ვერას ესტუმრა, მიხვდა, რომ მას ჰყავდა ქმარი, რომელიც ნამდვილად უყვარდა. და როზალიმ, როცა ეს დაინახა, მიხვდა, რომ როისი მას არ უყვარდა და არც მას უყვარდა როისი. ამიტომ იმ ღამეს სახლში დაბრუნებისას როზალი შეხვდა როის და მის 4 მთვრალ მეგობარს. იმ მომენტში მას საშინელი რამ შეემთხვა. მისმა როგორც ამბობდა საყვარელმა როზალი თავის მეგობრებს გააცნო, მაგრამ ის უტიფარი ყველას მისცა უფლება, რომ მასზე ძალადობა მოეხდინათ. ის დაამცირეს და სცემეს სრულიად სასიკვდილო დატოვეს ქუჩაში. ისინი სიცილით წავიდნენ, მაშინ როცა ის ტანჯვაში იყო. როზალი, რომელსაც სიცოცხლის დასრულება სურდა, კარლაილ კალენმა იპოვა. მან სახლში წაიყვანა და ვამპირად გადააქცია. მისი მიზანი იყო, რომ ედვარდის პარტნიორი გამხდარიყო, მაგრამ ეს არასდროს გამოვიდა. რაც ნამდვილად მოხდა, იყო ის, რომ როზალიმ როცა დაინახა, რომ მისი სილამაზე კიდევ უფრო გაძლიერდა, დაიწყო განწყობის დაბრუნება. პირველი რაც მან გარდაქმნის შემდეგ გააკეთა, იყო შურის ძიების ძიება. ის თითოეულს ეძებდა, როისი ბოლოსთვის დატოვა. მან მას ტანჯვა მიაკენა საქორწილო კაბაში გამოწყობილმა. იმისთვის, რომ იმ კაცს ზუსტად სცოდნოდა ვინ მოდიოდა მისკენ, როისმა 2 შეიარაღებული მცველი დაექირავა, მაგრამ როზალიმ ისინი უპრობლემოდ გაანეიტრალა. შემდეგ როზალი მთელი ღამე აწამა როისი, სანამ საბოლოოდ არ დაასრულა მასთან. და ყველაზე შთამბეჭდავი ის იყო, რომ მან არც ერთი სისხლი არ დაულევია, რადგან არ სურდა, რომ მათგან რამე მის სხეულში აღმოჩენილიყო.
იმ დროიდან როზალი კალენების ოჯახის წევრი გახდა და დღემდე ამ ოჯახში ცხოვრობს. ამ სილამაზის უკან ტრაგედიისა და საშინელების ისტორია იმალება და ასე დაიწყო ყველაფერი. კალენების თითოეულ წევრს აქვს ისტორია, რომელიც ბევრად აღემატება იმას, რასაც ეკრანზე ვხედავთ. ეს ოჯახი ნამდვილად გახლავთ დამსხვრეული წარსულების სკოლაში, რომლებმაც თავშესაფარი აწმოში იპოვეს. თქვენი აზრი კომენტარებში გაგვიზიარეთ.